სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრა და სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ დღეს ჰანოვერში ვისაუბრეთ შენზე, შენს წარმატებებზე და მე მგონი პირველი რესპონდენტი ხარ ახალი პროექტისა, რომელსაც ქვია ემიგრანტი აფხაზეთიდან. დავიწყოთ იმით, რომ საზოგადოებას წარუდგინეთ თქვენი თავი, ვინ ხართ, როგორ, საიდან მოდიხართ და მერე ვისაუბროთ სხვა დანარჩენ თქვენს მიერ განვლილ გზაზე. მე ვარ ნინო ციბაძე, სოხუმელი, უკვე 23 წელია რაც გერმანიაში ვარ. თავიდან ჰამბურგში ვსწავლობდი, 18 წლის წამოვედი აქეთ სასწავლებლად. ისე მოხდა, რომ 10 წლის ვიყავი, როდესაც აფხაზეთის ამბები დატრიალდა და 18 წლისა უკვე აქ წამოვედი ფაქტიურად, ასე ვთქვათ, მთელი ჩემი ცხოვრების უმეტესი საზრიანი ნაწილი აქეთ მაქვს გატარებული ემიგრაციაში. ოჯახის შექმნის შემდეგ გადმოვედი ჰანოვერში, ეს არის გერმანიაში ჩვენი მწვანე ქალაქი და მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ხანია ქვეყნის საზღვრებს გარეთ ვარ, უკვე სტატუსით შეგვეცვალა, ასე ვთქვათ, გერმანიის მოქალაქეები ვართ, მეც, ჩემი ოჯახიც. გული სოხუმში დარჩა. დენად მტკივნეული იყო საქართველოს პასპორტის ჩაბარება. მოგეხსენებათ, გერმანია არ აღიარებს ორმაგ მოქალაქეობას საქართველოსთან და შესაბამისად მოგვიწია ამ არჩევანის გაკეთება და ეს ყოველივე უკავშირდება, რა თქმა უნდა, ჩვენს პროფესიულ საქმიანობას. ჩემი მეუღლეს ხშირად არის საზღვარგარეთ. ის არის ExxonMobil's ამერიკული კონცერნის წამყვანი ინჟინერი, პროექტს ხელმძღვანელობს და შესაბამისად უწევს ხშირად საზღვარგარეთ ვიზიტი, რაც ყოველთვის იყო დაბრკოლება, მოგეხსენებათ, ამისთვის არის საჭირო ვიზა. მე ძირითადად ჰანოვერში მოღვაწეობდი, ანუ ვისწავლე ჰამბურგის უნივერსიტეტში. ვარ პროფესიით ეკონომიკის მაგისტრი, აქ პირველივე კურსიდან ჰამბურგში დავიწყე სწავლა და შემდგომ დავასრულე იქაც. სხვათა შორის პირველი 2 კურსი დავხურე საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც სოხუმიდან გადმოვიდა და დაუბრუნდა ისევ ქუთაისს. და მაშინ ცალკე ინსტიტუტად იყო ეს დევნილი ინსტიტუტი, ასე ვთქვათ, რომელიც ახლა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში არის შეერთებული ფაკულტეტი. სახე ამას აღვნიშნავ, იმიტომ რომ ჩვენთვის ესეც მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ინსტიტუტი ჩემთვის მეორე ოჯახი იყო, ჩემი მშობლები ამ უნივერსიტეტის პროფესორები იყვნენ. მე მამა გარდამეცვალა და ახლა ცოტა მიჭირს ბრალობითში ამაზე საუბარი, მაგრამ რეალურად ის ჩემი მეორე ოჯახი. ჩემი პირველი სამსახური იყო ჰანოვერის უნივერსიტეტი, ლაიბნიცის სახელობის უნივერსიტეტი, სადაც მეცნიერ თანამშრომლად მუშაობდი 10 წლის მანძილზე. შესაბამისად ეს მოქალაქეობაც, რა თქმა უნდა, ასე მოვიდა, იმიტომ რომ ამისთვის გარკვეული წინაპირობები ჩვენ უკვე გვქონდა შექმნილი, ჩვენი კარიერული, ასე ვთქვათ, პროფესიული განვითარების თვალსაზრისით ამას სხვა არანაირი მიზეზი არ ქონდა, თორე ჩემი სურვილი და გიორგის, ჩემი მეუღლის სურვილი რომ ყოფილიყო, ჩვენ არავითარ შემთხვევაში პასპორტს, ქართულ პასპორტს არ დავტოვებდი. მე მაქსიმალს ვაკეთებდი იმისთვის, რომ ჩემს შვილებს ქართული ცოდნოდათ სათანადო დონეზე, თავისი წერა, კითხვით და ლიტერატურა, ისტორია, ყველაფერი. შესაბამისად, ამას მე ვახერხებდი, როცა ისინი იყვნენ პატარები, საკუთარი, იმით ისე რომ მე სამსახურშიც დავდიოდი, ოჯახსაც არ ვაკლდი და ასე შემდეგ, მაგრამ რომ წამოიზარდნენ და უკვე ისეთ ასაკში არიან, რომ მათთვის საზოგადოებაში ყოფნა უფრო მნიშვნელოვანია, სკოლიდან გამომდინარე და უმეტეს დროს ისინი საზოგადოებაში ატარებენ, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემი სპექტრი, ასე ვთქვათ, იმ კუთხით მიმემართა, რომ მოვერგო მათ და შესაბამისად სხვა ბავშვებსაც დაუთმო ის დრო, რაც ქვია ამ ქართულის შენარჩუნება, ჩვენს ფესვებთან ახლოს ყოფნას. ეს ქართული გარემო სჭირდებათ. შესაბამისად, მე ხა სანამ ამ გერმანულ ქართულ სახლს დავაფუძნებდით, მანამდე დავიწყე დიასპორული აქტივობები. ჩემი პირველი პროექტი იყო პატრიოტი დიასპორელი. ეს არის, ასე ვთქვათ, სრულად ჩვენი ფინანსებით გაკეთებული საქველმოქმედო პროექტი, რაც გულისხმობს დიასპორაში მცხოვრებ ქართული წარმოშვების ახალგაზრდებისთვის, სკოლის მოსწავლეებისთვის საქართველოში ვიზიტის დროს თავისუფალ მსმენელებად საჯარო და საეკლესიო სკოლებში შესვლას. ჩვენ უკვე 1 წელია გვაქვს ქართული ცეკვების ჯგუფი
ჰანოვერში, იქამდე სანამ გერმანულ საქართველოს სახლი დაფუძნდებოდა რეალურად ეს უკვე მანამდე წამოვიწყეს ინიციატივა გამომდინარე იქედან რომ მინდოდა რომ რა თქმა უნდა ქართულ ენასთან ერთად ჩემს შვილებს ასევე ცოდნოდათ ქართული ცეკვა. ჩემი მეუღლე უხიშვილებში ცეკვავდა ბავშვობის დროს და ეს გვინდა რომ შევინარჩუნოთ ეს ტრადიცია. რამე თუ როგორც ბატონმა მუხრანმა აღნიშნა დღეს ჩვენთან სტუმრად იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ბატონი მუხრან გულაღაშვილი და როგორც მან თქვა ემიგრაციაში ზუსტად ქართველად მაშინ იქცევი თუ იცი ქართული სიმღერა თუ იცი ქართული ცეკვა. შესაბამისად, აი ამ კუთხე ვცდილობთ ყოველ შემთხვევისთვის, რომ ეს ამას მივაქციოთ ყურადღება და ნამდვილად ბავშვები ესე იგრძნობენ ქართულს პირველ რიგში. ნამდვილად დასაფასებელია ის შრომა, რაც გვაქვს მშობლებისგან და რაც გვაქვს ზოგადად ამ დიასპორაში მყოფი საზოგადოებისგან. სოხუმის უსხვართ. მე რომ მეუბნებიან დაბრუნდითო, მე მინდა რომ დაბრუნდე სოხუმში, იმიტომ რომ ჩემთვის ეს იმას ნიშნავს, რომ იქ უნდა დაბრუნდე. სანამ სოხუმში ვერ დაბრუნდებით, მანამდე ახლა ესე შევქმენით ჩვენი სოციუმი აქ ჰანოვერში. ძალიან მსურდა, რომ ეს ზუსტად ეს 30 წლის თავი რაღაცა ფორმით აღვეღნიშნა, მიგვეძღვნა ღონისძიება ამ ტრაგიკულ დღისთვის და ღონისძიების მიზანი რა თქმა უნდა იყო ის, რომ პირველ რიგში გაგვეხსენებინა აფხაზეთი. პროექტს სახელი შეურჩიე გერმანიის, ასე ვთქვათ, გერმანიის გადმოსახედიდან, იმიტომ რომ ეს პროექტი გერმანიის სახელმწიფომ დამიფინანსა და მე ხმამაღლა ვამბობ იმას, რომ გერმანიამაც და მსოფლიომაც მიგვივიწყა ჩვენ. მივიწყებული დევნილები იმედის 30 წელი, აი ესეთი სათაური შევურჩიე ამ პროექტს გერმანიის, ანუ აქეთ ჩვენი აქაური გადმოსახედიდან საქართველოში გცევათ გარკვეულ დონეზე ყურადღება, თუმცა ალბათ სასურველია რომ უფრო ყურადღებით მოვეკიდოთ თუნდაც იმ მომენტს, რომ ჩვენ ემიგრაციაში მყოფ დევნილებს მოგვეცეს სტატუსი. ჩვენ დევნილის სტატუსი იმიტომ არ გვინდა რომ ის რაღაცა გარკვეული თანხა ავიღოთ. ჩვენთვის ეროვნული დევნილის სტატუსი ასოცირდება იმასთან, რომ ჩვენ მე რომ ვარ სოხუმელი, აფხაზეთიდან ვარ, ეს რაღაცა მინდა რომ დაფიქსირდეს. ტრაგედია რაც მოხდა 90-იანების დასაწყისში, ეს ორივე მხარისთვის დიდი ტრაგედია იყო. მოგეხსენებათ, იქ მე თვითონ მყავდა აფხაზი მეგობრები ჩვენ სკოლაში ერთად დავდიოდით და შესაბამისად ის მეგობრობა, ის სიყვარული ჩვენ რაც ერთმანეთში გვაკავშირებდა, უცებ თითქოს გაქრა, იმიტომ რომ კონტაქტი არ არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც კი ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს და როგორც მე მახსოვს ჩემი ბავშვობა, ხო და ჩემი დაწყებითები ვიტყოდი ასე, მათაც ეგრე ახსოვთ, დარწმუნებული ვარ ამაში. შესაბამისად, რაც არ უნდა გარე ინფორმაციამ ზემოქმედება მოახდინოს, რაღაცა გულის სიღრმეში აი ამიჩუყდა გული ბოდიშის მოხდით, ის გრძნობა ვერ გაქრება და ჩვენ ზუსტად ეს უნდა გამოვიყენოთ, რომ აი ჩვენი თაობა, ის ვისაც ჯერ კიდე გვახსოვს, ის ურთიერთობები, რაც ჩვენ გვაკავშირებდა ერთმანეთს, ამის ბაზაზე ავაშენოთ ჩვენი შემდგომი ურთიერთობები. ეს ხალხმა უნდა გადაწყვიტოს პირველ რიგში და ხალხის ხმა უნდა გაიგონოს მერე მთავრობებმა.